ოპოზიციის მავნებლურ და მოღალატეობრივ მორიგ ქცევაზე უნდა ვილაპარაკო. დიდხანია ვიცით, რომ გამოსირებული ანტიტრამპისტები არიან და არანაირად არ უნდათ იმის გააზრება, რომ შენ თუ ნამდვილად ებრძვი ზვიგენის პატრონს, ამაში შენი ერთადერთი ძლიერი მოქმედი და რამის გამკეთებელი პარტნიორი ამერიკა შეიძლება იყოს და მაინც ანტიტრამპისტები კი არა და აი ამის გათვალისწინებით რომ ანტიტრამპისტები არიან ამის მერე არავის არ უნდა გვეპარებოდეს იმაში ეჭვი რომ მოღალატეები არიან, არ არიან ოპოზიცია. არიან ხიხოს ხროვა. გუშინ მარტო მიშამ დადო თავის გვერდზე ამერიკის მხარდამჭერი პოსტი და ირანის, ოღონდ ნამდვილი ირანის და ახალი ირანის დროშა. მეტი არც ერთი ოპოზიციონერისგან ეს არ მინახავს ოპოზიციონერისგან. მარტო მიშაა ოპოზიცია რეალური. და გიგი თარგამაძემ გივიმ დაწერა პოსტი რომ საღამოს გამოვიდეთო იმისთვის რომ გამოვხატოთო მხარდაჭერა იმ ოპერაციის რაც ირანში ხდებაო. ხალხი გამოვიდა, კიდე კაი ამერიკის დროშები ქონდათ და ამერიკის დროშა გაშალეს, მაგრამ მთელი მედია, მთელი ვითომ ოპოზიციური მედია თავარი ფორმულა TV პირველი ყველამ დაარქვა ამ მსვლელობას არა რუსეთის პროპაგანდისტებს თუ რუსულ ტელევიზიებს თუ რაღაცა. რუსული ტელევიზიები უკვე დაასანქცირა ინგლისმა. უკვე დასრულებულია მათი ამბავი. აწირა საჭიროა ბანერებით სიარული, რომელსაც აწერიო არა რუსულ ტელევიზიებს. დასრულდა ეს ამბავი. ეს უნდა გაგიკეთებინათ მანამდე, სანამ ინგლისი ამას გააკეთებდა, ქონდა აზრი, რომ არა რუსულ ტელევიზიებს გეძახა. ახლა უკვე როდესაც დასრულებულია ამბავი, აწი რაღაც დადიხარ. აწი იარე ის მაინც თქვი რომ მადლობა, ანუ ბანერით იარე ისეთი ბანერით კი არა რომ არა რუსულ ტელევიზიას მადლობა ბრიტანეთს დააწერე მაგ ბანერს თუ რამე ოდნავ მაინც ჭკუა გაქვს თავში. და მთელმა პრესამ გუშინდელი მსვლელობა აი ასე გააშუქა რომ იყო ეს მარში სახელწოდებით არა რუსულ ტელეარხებს. კიდე ის დებილი მარში რომელიც საზმაუს მარში რო ქვია და ის საშინელი ხმიანი გოგოები რო ყავთ ვიღაცაები ვინც კომუნისტურ ლექსებს აჟღერებენ რუპორით ალიგრება ჟაბალდალი და რაღაცა რითმული რაღაცა ტექსტები რო აქვთ და იმას რო დადიან და საზმაუდან რომ მოდიან საზმაუ და რუსთავი ორი ძალიან დიდი ხანია იგივე რიგში უნდა იდგნენ და დგანან რაც იმედი და წელიწადზე მეტი რომ დადიხარ დებილი ინდაურივით და ითხოვ დროს რომ ვითომ ხალხში დაეთმოშა რაში გჭირდება დრო რუსეთის მადიდებელ ტელევიზიებში და რუსეთის მადიდებელ სივრცეებში ეს ერთი და ოდნავ მაინც ტვინი რო ქონდეთ თავში ხო იმ პლაკატებით არ ივლიდან და იმ მოთხოვნებით რომ საზმაუმ დრო დაგვითმოს აი ამით ივლინდნენ რითაც გუშინ დადიოდნენ ოღონდ ბევრად უფრო ადრე მანამდე სანამ ბრიტანეთი იმედს დაასანქცირებდა მანამდე ივლიდნენ რომ დაასანქცირეთ საზმაუო აი ასეთი მოთხოვნით ოდნავ მაინც რამე რო ქონდეთ თავში და რო არ იყვნენ კომუნისტი სოციალისტი და პუტინის გაგრძელება საქართველოში და დავაკვირდით ახლა რა ხდება ირანში. ირანში რეჟიმს რო ანადგურებენ, რეჟიმთან ერთად ანადგურებენ მის იქაურ ვითომ ოპოზიციას. მარტო ხამენეის და ფეზეშქიანის და რევოლუციის გუშაკთა ოფისებს და სამინისტროებს თუ რა ქვიათ მათ სახლებს კი არ არტყამენ, ოპოზიციასაც არტყამენ და ოპოზიციასაც გამიზნულად ბომბავს ისრაელი. რატომ? იმიტომ რომ რეალური ოპოზიცია არ არსებობს. ეს მინდა რომ კარგად გაიგოს ქართულ ოპოზიციამ. ზუსტად ასეთი მიდგომა ექნება ამერიკას, როდესაც დადგება საქართველოს რიგი.
ხიხოსთან ერთად ჩაირეცხებით მარშიან ყველაფრიანად აქციებიანად რუსთაველზე დგომიანა ყველაფრიანა იმიტომ რომ ხართ ჩაჯვი შიშარა რეჟიმის მსახურები რეჟიმთან გარიგებული მონები და ბოიკოტირებთ ერთადერთ რეალურ ლიდერს, ერთადერთ რეალურ ოპოზიციას, მიშას, ჯიბში უდგახართ და მიშას ჯინაზე რეებს არაკეთებთ მოკლედ რა, გადაი თავზე. მოკლედ დაელოდეთ, რომ მიიღებთ იმას, რაც მიიღო ამ დღეებში ირანის ეგრეთ წოდებულ ოპოზიციამ. ჩარსარეცხები ხართ ყველა ერთად, ხიხოს უნდა მიყვეთ ყველა ზედ. თქვენ არც ერთი დასარჩენი პოლიტიკურ ველზე არ ხართ.